ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით გადაცემაში აქ და ახლა რადიო პალიტრას ეთერში, პალიტრა TV-ზე და პალიტრა TV.lg-ზე. კოტეჟღენტი მუშაობს ეთერში, გადაცემაში და მამუკა გიორგაძე, სახალხო პარტიის ლიდერი, ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით ბატონო მამუკა. 14-მდე ჩვენი ყოველ შემთხვევაში წინაპრები ასე აკეთებდი. შეიძლება კიდე მილოცო ახალი წლის შოუის ყველაფრის, ძველი ახალი წლის სანამ არ დადგება. არის ხალხი საქართველოში, რომელიც ჯერ კიდევ ძველი ხდება ახალ წელს და იმას თვლიან ნამდვილ ახალ წლად ჯერ შობას და ამიტომ მოულოცოთ კიდე ერთხელ მიულოცოთ ჩვენს მსმენელებს და რადიო მსმენელებს და ტელემაყურებლებს. თქვენს გილოცავთ რა თქმა უნდა. ერთი ინტერვიუ წავიკითხე თქვენი დღეს ბატონო მამუკა და საინტერესო მოსაზრებები ვნახე თქვენ ინტერვიუში. სხვა შორისულ შემთხვევით უკვე თქვენ მოწვეული იყავით ჩვენ გადაცემაში როცა ამ ინტერვიუს გადავაწყდი, მაგრამ ძალიან დამაინტერესა თქვენმა პოზიციამ იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის ვადამდე ადრე გადადგომის მოთხოვნით დემონსტრაციები, ასე ვთქვათ, აქციები და ის არის ყველა დროის კარგვა, როგორც თქვენ ამბობთ იქ და უბრალოდ შედეგის მომტანი არ არის და თქვენ ამბობთ, რომ თუ კი უნდა დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, არამედ მისი ხელისუფლების, უნდა შეიქმნას როგორც ადრე იყო ნათქვამი საგამოძიებო კომისია პარლამენტში, რომელიც 2013-12 წლებში შეისწავლის საქმიანობას ნაციონალური მოძრაობის და საბოლოოდ თქვენ გგონიათ, რომ აი თუ შეისწავლა ობიექტურად საერთოდ რაც საინტერესო მიდგომაა, ლიცენზია უნდა შეუჩეროთო იმასო რა ქვია ნაციონალურ მოძრაობას და სააკაშვილს კი არ უნდა გამდევნოთო ქვეყნიდანო და ასე ვთქვათ, არამედ ლიცენზია შეუჩეროთო, რომ რაღაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში პოლიტიკაში საქმიანობის უფლება არ ქონდეთო. ხო, ეს რო წავიკითხე, მაი მაშინ გადავწყვიტე, რომ პირველი ეს კითხვა დამესვა თქვენთვის დღევანდელ გადაცემაში. ამ თქვენი შეხედულების ცოტა რომ ფართოდ რომ აუხსნათ ჩვენს რადიო მსმენელებს და ტელემაყურებლებს. რის საფუძველზე გონიათ, რომ აი ესეთი ნაბიჯი არის ყველაზე უფრო უპრიანი ასე ვთქვათ. მადლობა მოწვევისათვის. მიულოცავ თქვენს ერთგულ მსმენელს შობა ახალი წლის დღესასწაულს. მით უმეტეს დღევანდელი შობა, ისე როგორც ყოველი შობა ეს არის ახლის დასაწყისი, ახალი იმედების, ახალი შესაძლებლობების გაჩენის საშუალება თვითონ ჩვენგანისათვის, ჩვენ თავში რომ წარმოვიდგინოთ ეს ყოველივე და ეს ძალიან ემთხვევა იმ ახალ მოლოდინებს, რომელიც არის გაჩენილი ქართულ საზოგადოებრივ პოლიტიკურ სივრცეში და ღმერთმა ქნას, რომ ჩვენს გულებში და საზოგადოებაშიც ის ღირებულებები წარმოაჩინოს, რომლითაც ჩვენ გვიხარია შობის, რომლის გამოც გვიხარია შობის დადგომა. ახლა ჩვენ ვერ ჩამოყალიბდით ძველით აღნიშნოთ, ახალი წელი თუ ახლით აღნიშნოთ. თვით ამაზეც კი ერთიანი პოზიცია არ არსებობს და ბუნებრივია არ არსებობს ერთიანი პოზიცია მთელი რიგი საკითხებთან დაკავშირებით. ახლა როცა ვამბობთ ექიმს რომ შეეშლება რაღაცა სერიოზული, რომელმაც გამოიწვია ფატალური შედეგი, მას მის კვალიფიკაციას ეჭქვეშ აყენებენ და უჩერებენ ლიცენზიას. აქედან გამომდინარე. როდესაც პოლიტიკურ პარტიამ შეგნებულად ესეთი დანაშაულებები ჩაიდინა, მას არ უნდა ქონდეს იმის უფლება კიდევ ერთხელ სადოს მომხმარებლის ამ შემთხვევაში ამომრჩევლის მოტყუება. ეს საკმარისია, საკმარისი ის არის იმისათვის რომ მეტი არ უნდა მოხდეს. ეს არის მინიმალური პოლიტიკური საკითხი. ეს არის მინიმალური პოლიტიკური საკითხი, რომელიც ჩვენ უნდა შევაფასოთ, ჩვენ უნდა შევისწავლოთ, შევაფასოთ, დავდოთ ეს დოკუმენტი და შესაბამისად თითოეულ მათგანს მივცეთ ამის ასე ვთქვათ შეფასება თითოეულ კონკრეტულ პიროვნებას. მეორე არის უკვე რომელსაც უშუალოდ კრიმინალი ჩაიდინა. უშუალოდ კრიმინალი ჩაიდინა, ეს უკვე სხვა თემა, ეს არის სამართლებრივი საკითხი, აქ არანაირი პოლიტიკური თუ სხვა საკითხები არ ერთვება, ჩაიდინა დანაშაული, მან პასუხი უნდა აგოს. მაგრამ თავარი დღეს ერთ რამეზე მინდა გავამახვილო ყურადღება. ჩვენ ამ წლების განმავლობაში პრაქტიკულად ვერც ერთხელ ვერ შევძელით იმ შესაძლებლობების გამოყენება, რომელიც ბუნებამ ჩვენ გვიბოძა.
ვერც გამსახურდიას ხელისუფლების დროს, ვერც შევარდნაძის ხელისუფლების დროს, ვერც სააკაშვილის ხელისუფლების დროს ქონდა შესაძლებლობა საზოგადოება იყო, ასე ვთქვათ, დამოხტული, იყო მობილიზებული იმისათვის, რომ ცვლილებები მომხდარიყო. მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო ეს ვერ განხორციელდა. და ერთ-ერთ მიზეზზე ვამახვილებ მე ყურადღებას, ეს არის წინა ხელისუფლების მოქმედებების შეუფასებლობა. ჩვენ ხშირად ვსაუბრობ და არის ძალიან ისეთი ლამაზი გამოთქმა, რომ რაზე გაჩერდა მამა, შვილმა უნდა იცოდეს, რომ მერე გააგრძელოს. ჩვენ არც ერთხელ არ შეგვიფასებია ხელისუფლების, იგივე არ შეგვიფასებია პოლიტიკურად ბოლშევიკური პერიოდი საქართველოში რა იყო, როგორ იყო, რატომ იყო ცუდი, რა იყო მასში ისეთი, რომლის, ასე ვთქვათ, ნაგავში გადაგდება არ იქნება მიზანშეწონილი, რა უნდა გავემიჯნოთ ამ ცუდ წარსულს. შენ არ შეგვიფასებია, არ შეგვიფასებია. პრინციპში არ შეგვიფასებია ეს დონეზე, როგორც თქვენ ამბობთ, თუმცა აგერ მუზეუმი გახსნეს ოკუპაციის აი სწორედ ამაშია საქმე, რომ ჩვენ პიარისთვის ვაკეთებთ მუზეუმს, რომელშიც პირადად მე არ ყოფილი ვარ და ალბათ არ შევალ. მიუხედავად იმისა, რომ მიმაჩნია ეს მუზეუმი უნდა არსებობდეს, მაგრამ არ შევალ. იმიტომ არ შევალ, ასე კონტექსტიდან ამოგლეჯილი რაღაც ქმედებები შედეგს არ იძლევა. აქ უნდა იყოს წინასწარ განსაზღვრული, ჩვენ უნდა შევაფასოთ რა იყო, როგორ იყო. დღევანდელ ქართულ საზოგადოებას ბოლომდე წარმოდგენაც არ აქვს, ჩვენ როდესაც ხშირად ვაფასებთ, მაშინ ასე იყო. და იქ არ უმატებთ ერთ რამეს, რომ ჩვენ მაშინ დაპყრობილი ქვეყანა ვიყავით. ჩვენ ეს ქვეყანა ვიყავით, რომელიც 25 თებერვალს, იგივე ბევრ ოჯახში, იშვიათი იყო ოჯახები, რომ 25 თებერვალს ბევრ ოჯახში გოჭი იწვებოდა და სუფრა კეთდებოდა. არაფერს არ ვამბობ 1 მაისს და 7 ნოემბერს. ჩვენ დაპყრობას დღესასწაულობდით. დღეს ვიღაცა იტყვის, რომ რა მოხდა, მე ყველა ასე არ ცხოვრობდით, ყველა რომ ცხოვრობდით, ასე, იმიტომაც. რატომ ცხოვრობდით, ასე ის არის გამოსაკლები. ის არის გამოსაკლები და რა შევცვალოთ დღეს? დღეს როგორ შევცვალოთ ეს ყველაფერი? ჩვენ თავში როგორ შევცვალოთ ეს ყველაფერი? ეხლა დღეს როცა დგება ნაციონალური მოძრაობის პასუხისმგებლობის საკითხი, იმიტომ კი არა რომ მე ვითხოვ მათ დასჯას. იმიტომ კი არა რომ მე ყურია, ასე ვთქვათ, სამაგიეროს გადახდა. არამედ იმიტომ უპირველეს ყოვლისა, რომ პირველი სამართლიანობა აღდგეს ქვეყანაში. მეორე, იმიტომ რომ მე ცდუნება აღარ მქონდეს ხელისუფლებაში მოსვლის დროს, იგივე გავიმეორო, რადგანაც ვიცი რომ შემჩება. და მესამე, იმ ხალხს ჩვენ რას ვეუბნებით, რომლებიც 9 წლის განმავლობაში, იმიტომ რომ თავისი ღირსებით იცხოვრა და არ შეკვრია სააკაშვილს, აიტანა ციხე, გაჭირვება, დარბევა, ცემა, ტყეპა, უფულობა, შიმშილი ოჯახში და ჩვენ ამ ადამიანებს უნდა უთხრათ, რომ შემოგევლეთ აიტანეთ, აი ეს არის ის რისკსაც თქვენ ისწრაფოდით. თუ ეს სამართლიანობა არ იქნება აღდგენილი და თუ ისევ ნაცმოძრაობის წარმომადგენლები მე ეთერიდან დამიწყებენ ჭკუის დარიგებას, თუ ისევ და ისევ ისინი წარმოჩინდებიან როგორც პოლიტიკური მხარე, ჩვენ უძახით, ესე იგი ოპოზიცია მასე განაცხადა, ან უმცირესობა მასე. ესე იგი ჩვენ ამით ხო ვაღიარებთ, რომ სააკაშვილმა შექმნა დემოკრატიული სისტემა. თუ ბატონო მამუკა, ორი მსმენელი გველოდება, ძალიან საინტერესოდ დაიწყო ჩვენი საუბარი, საინტერესოდ გაგრძელდება დარწმუნებულად, მაგრამ მოდით კითხოს მოვუსმინოთ. ბრძანეთ გისმენთ. მოგესალმებით ბატონებო. მოგესალმებით ბატონო თენგის. ბატონო კოტე, გადაცემა რომ პროდუქტიულია, თქვენ გადაცემაში გაჟღერდა რომ ხელმოწერები მოვაგროვოთო. კი ბატონო. მილიონამდე ასული. თქვენ გადაცემაში გაჟღერდა რომ ადგილობრივი მრეწველობა არ გაუქმდესო და არ გაუქმდება ჩემ ბატონო. და რა შეეხება ბუნებას და იმას რელიგიას. მარტო ჩვენი აღდგომის დროს გადმოდის ცეცხლი იერუსალიმში. არ გადმოდის. ახლა რა შეიძლება ბატონო მამუკა მოგესალმებით. გამარჯობათ. მე მინდა ბატონი კედიას ის შეგახსენოთ, როცა პოლიტიკური შეფასება არის პოლიტიკური პარტიების. აკო ბობოხიძე იფიქრიოცნება, იბა კედიამ თუ ის რა ქვია იმას ჩახვაძე და ისა. როცა თუ შეფასება იქნება პოლიტიკური პარტიების შეფასებას უნდა იყოს. მე მახსოვს თქვენი აქტიურობა ზვიადის წინააღმდეგ და მე რომ მიკროფონი ფილარმონიაში რომ გამომიტიშეთ. ისიც მახსოვს და ამიტომ თქვენი პასუხისმგებლობა საკმაოდ ბევრია, ჩემო ბატონო. მაპატიეთ. მადლობთ. კიდევ ისმენელი და მე ბრძანეთ გისმენთ. მოგესალმებით. მოგესალმებით. მე არაერთხელ გამოსულა თქვენს ეთერში და დიახ ბატონო, გისნობთ. იარე ბატონ მამუკას მოსაზრებას რეჟიმი ამას ინათაც გამოვედი და რეჟიმი უნდა გასამართლეს.
მაგრამ მამუკა მე და ორი მხარე აქვს. კარგად ვიცით რომ ჩვენი ქვეყანა მთლიანად დამოკიდებულია დასავლეთზე. მე კარგად მახსოვს ბატონი ბიძინას განცხადებები, თუნდაც სააკაშვილის გადადგომასთან შედარებით, მაგრამ ეხლა ცოტა ტონი შერბილდა, იმიტომ რომ იძულებული ვართ საერთაშორისო ორგანიზაციებს გაუწიოთ ანგარიში. თუმცა მე მომხრება რომ რეჟიმი უნდა გასამართლოს, ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას, მაგრამ როგორ დავძლიოთ ეს წინააღმდეგობა? როგორ გავამოვიქცეთ ისე, რომ არც დასავლეთს ვაწყენინოთ და თან სამართლიანობა აღვადგინოთ. სამართლიანობა აღვადგინოთ. ძალიან კარგი შეკითხვაა და მადლობთ, აი ძალიან კარგი შეკითხვაა, დიდი მადლობა ქალბატონო ამ შეკითხვისათვის. ხო მე არ მახსოვს ნამდვილად ყოველ შემთხვევაში რომელი ფილარმონიის შეკრებაზეა საუბარი და ამიტომ ვერაფერს ვერ გეტყვით, ხოლო ის რომ ყველა უნდა შეფასდეს ჩვენ მზათა ვართ ამისთვის, იმიტომ რომ ნამდვილად გვაქვს სათქმელი და ყოველ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია იმაზე რომ აბსოლუტურ ჭეშმარიტებას ვხადაგებდით, მაგრამ გვაქვს პრეტენზია იმაზე რომ ჩვენ აზრი გახდეს განხილვის საგანი და ბუნებრივია დიდი სიამოვნებით მივიღებდი ნებისმიერ ასე ვთქვათ შეფასებას ჩვენი საქმიანობისა ობიექტიური კომისიის მიერ. აი, როცა ვსაუბრობ დასავლეთთან მიმართებაში, ჩვენ სამწუხაროდ არ შევთავაზეს დასავლეთს ოპტიმალური ხედვები ჩვენი იმისა მართვის გასაგებ ენაზე. ახლა, როდესაც დაუშვათ ვანო მერაბეშვილის ბიძას დააკავებ საბუღალტრო დოკუმენტების რაღაც შეცდომების გამო. რა თქმა უნდა, დასავლეთი იტყვის, რომ ეს პოლიტიკური დევნაა. როდესაც სიას გამოაქვეყნებ, რომ აი ეს ხალხი მყავს დასაჭერი და ამას მინისტრი და მთავარი პროკურორი აკეთებს. ბუნებრივია ეს პოლიტიკური დევნაა. როცა მერაბეშვილს ელემენტარულად ახლა პასპორტის ისეთ საკითხებზე გააჩერებ, რომელიც ძალიან საკამათოა და სადაოა და შეიძლება სპეცსამსახურის წარმომადგენლებს კონდეს ასე ვთქვათ დამატებითი პასპორტი, ამაზე ბუნებრივია ატეხავენ. მაგრამ წარუდგინეთ ჩვენ ვანო მერაბიშვილის ბიძის მოქმედებები იმ რეგიონში, როგორ გაჩეხა მან ტყე და მივაწოდოთ ეს დასავლეთის ეკოლოგიურ საზოგადოებას, რომელიც ელემენტარულად წვანებს მივაწოდოთ რა ამბავს ატეხავენ ისინი იმისთვის რომ გასამართლეს ის კაცი რომელსაც გაჩეხა ტყეში გაჩეხა ცხოველი, განადგურა ცხოველი, რომელმაც ამხელა ზარალი მიაყენა ეკოლოგიას. უნდა ნახოთ ბრიჟიტ ბარდომ გიგი უგულავას საკვდური გამოუგზავნა თუ გახსოვთ საღლების მდგომარეობაზე თბილისში და ამ ხალხს მივაწოდოთ ეს რეალური ინფორმაცია. ეს მაგ მხრივ აბსოლუტურად სოლიდარული ბრიჯიტ ბარდოსთან, იმიტომ რომ როგორ შეიძლება თბილისში რაც ხდება საღლებთან დაკავშირებით მივაწოდოთ ეს ინფორმაცია და უთხრათ როგორ განადგურდა, გაჩანაგდა საქართველოს ტყეები, ეს სოფლიოს საკუთრებაა, მარტო ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს საკუთრება არ არის და როდესაც ამხელა ამბავია ატეხილი ამ გლობალურ დათბობაზე და გამონაბოლქვებზე და ასე შემდეგ, საქართველოს ტყეებსაც შეაქვს სოფლიო ჰაერის გაჯანსაღებაში თავისი მნიშვნელობა და უნდა ნახოთ რა სიზამენ ასე ვთქვათ მწვანეები და ასეთი საერთაშორისო ორგანიზაციები. თქვენ აზრით არასწორად ხდება დასავლეთის. არასწორად, ნუ ახლა ელემენტარულად ჩემთვის არ არის დამაჯერებელი ის რომ ბუღალტრული საბუთების არასწორი შევსების გამო ადამიანი დააკავო. რატომ დააკავო ეს ამხელს გონიზიებად. ისევე როგორც ვანო მერაბიშვილს სხვა ცოდვა ვერ მოუძებნეთ ჩვენ ვერაფერი? ნუ ამაზე იცით ბევრმა ისაუბრა და მოდით ის არგუმენტი თქვენც იცით ალბათ კიდე ერთი მსმენელია მოусმინოთ და მე შეგახსენეთ იმ არგუმენტს ამაზე რას იძახის ხელისუფლება. ბრძანეთ გისმენთ. ალო მოგესალმებით. მოგესალმებით. ახლა შეიძლება და თქვა ფრანკოს მაგალითის მოყვანა როდესაც ორივე მხარე მისკნა რა ქვია მოინანიათ, მაგრამ მე მგონი ამ მხარეს მოსანანიებელი არაფერი არ აქვს და ძალიან კარგი იქნება თუ აი ახალი კონსტიტუცია შეიქმნება, რომელიც ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს იმ თვალსაზრისით, რომ კანონმდებლობა შეიქმნება ისეთი საკონსტიტუციო, რომელიც ადამიანს გარანტირებულად მისცემს იმის უფლებას, რომ მისი ხმა არსად არ დაიკარგება არასოდეს და არც საარჩევნო უბანზე, არც ცხოვრებაში და მისი უფლებები იქნება დაცული. ეს იქნება პასუხი, ბატონებო, მე ასე მგონია, ყველა იმ უბედურებაზე, რაც ამ მთავრობამ ჩაიდინა. დიდი მადლობა ქალბატონო. ხო, აი ესეთ შეხედულება ქალბატონის. ხო, ახლა ძალიან სწორი ხედვაა და თავიდან ბოლომდე ვეთანხმებით რომ ჩვენ მიუხედავად იმის ერთი თემა არის ჩვენ ძირითადად სხვადასხვის ქალბატონს ვეთანხმები ძირითადი აქცენტი ჩვენ გადაგვაქვს სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაზე და არ გადაგვაქვს იმ თემაზე რაც გამოიხატება იმაში რომ როგორ ავაშენოთ ქართული სახელმწიფო და რას ნიშნავს ქართული სახელმწიფო რა არის ინსტიტუციონალური საფუძვლები რაზეც უნდა დაეფუძნოს ქართული სახელმწიფო და ამაში ჩვენ სააკაშვილი დღეს ხელს ვერაფერში ვერ გვიშლის
სააკაშვილი არ არის დღეს ამ საქმეში ჩვენი ხელისშემშლელი. რა გვიშლის ხელს დავждეთ, განსაზღვროთ, როგორ უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება დასავლეთთან, როგორ უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება რუსეთთან, როგორ უნდა იყოს დამოკიდებულება ჩვენი საარჩევნო კანონის შემუშავებაში სააკაშვილი რაში გვიშლის ხელს. რაში გვიშლის ხელს სააკაშვილი ტერიტორიული ადმინისტრაციული მოწყობის გეგმის შემუშავებაში. ჩვენ ამ მიმართულებით უნდა წარმართოთ ძირითადი აქცენტი და არა დაუშვათ იმით, რომ ესეთი რაღაც ჩემთვის გაუგებარი მაგაზე პასუხი ამაზე ყველაფერზე მუშაობა მიმდინარეობს, მაგრამ ერთ დღეში რომე არაშენებულა და რა თქმა უნდა გეთანხმებით, მაგრამ აქ არის სწორი მიმართულების წარმართვაზე, აი შანსი, რომელიც გაჩნდა 1 ოქტომბერს, იმ შანსის გაფლანგვა იქნება ძალიან დრამატული და ესეთი შედეგების მომტანი საქართველოსთვის. არ შეიძლება ეს შანსი გაუშვათ ხელიდან. სხვათაშორის კიდე ერთი საინტერესო მოსაზრება ახსენეთ ამ ახალ ხელისუფლებასთან დაკავშირებით, მაგრამ მოდით მსმენელი გველოდება, მე რეკლამა და მე რეკლამის შემდეგ აი გავაგრძელოთ ისევ საუბარი ამ თემაზე. ბრძანეთ გისმენთ. გამარჯობა ჩემო ბატონო კოტე. გამარჯობა. ბატონო ბაბუკა. გამარჯობა. მოგესალმებით, გენაცვალე, მოგიოდოთ. ახალ წელს და უფრო თბილა და უფრო რბილად ხოლოდეთ სალაპარაკო ამ ქვეყანაში და ამ ქვეყნის შიგნით არსებულ პრობლემებს ვისწოროთ ყოველივე ამას. ეხლა მე რამედა რო გითხრათ. ერთი ჩემი ამხლობელი იყო იტალიაში. რაღაცა ხის რაბაბუსებელი ფირმაში რაღაცა საკითხთან დაკავშირებით და იქ იცი რა მეთხრესო. თქვენ არიცით რომ როგორი განსხვავებული და გამორჩეული ჯიშის წაბლი არის თქვენთანო და ის მოდისო აქო ტყიბულიდანო და ტყიბულში კიდე ვინ აკეთებს და ვინ აწარმოებს ეს კარგად არის ცნობილი და ეს ხალხი უნდა დაისაჯოს კაცო ტყიბულელები ნახებერებენ და უმოწყალოდ ჩეხავენ აი უმოწყალოდ ამ წაბლსო და შველელი და პატრონი ჯერ არ ჩანს არავინო. ბატონო, დიდი მადლობა. მოდით აი რეკლამაზე გავიდეთ, ეხლა რეკლამას მოусმინოთ, რეკლამის დროა და შემდეგ აი ბატონის ნათქვამსაც გამოვეხმაუროთ და გავაგრძელოთ თქვენი შეხედულებების, ასე ვთქვათ, ანალიზებით. კიდევ ერთხელ ქალბატონებო და ბატონებო, დავბრუნდით რეკლამის შემდეგ გადაცემაში აქ და ახლა. დავბრუნდით ბატონ მამუკა გიორგაძესთან, სახალხო პარტიის ლიდერთან ერთად. სანამ რეკლამაზე გავიდოდით, ბატონის გამოხმაურება იყო, თქვენ განცხადებას გამოეხმაურა ხეტყის გაჩეხვაზე და წაბლი, კერძოდ წაბლის ტყეები მოიხსენია, წაბლის გაჩეხვა და მე გამახსენდა ერთი ისტორია იტალიაში რომ მუშაობდი. მაშინ მოვიდნენ იტალიელი ბიზნესმენები, რომლებიც დაკავებული არიან იარაღის კერძოდ სანადირო თოფების წარმოებით იტალიაში და ისინი მეუბნებოდნენ რომ ჩვენ გავიგეთო რომ კარგი წაბლია თქვენთან საქართველოში, მაგრამ ერთი ის იყო რომ ძალიან იაფად უნდათ იმ წაბლის გატანა იმისთვის და იარაღი რა ძვირადღირებულია სანადირო კარგად არის ცნობილი და ნუ ელიტის ასე ვთქვათ ის არის რა ქვია და სპორტი ეს ნადირობა და ის და რაღაცა ხა გაჭრა ეთყობა ვიღაცა მე გვიან ეს არხი და არ მხოლოდ მაგისთვის არამედ კიდე ბევრი რამისთვის შეიძლება წაბლის გამოყენება ის წაბლი რო იქ იჩეხება ის რამდენიმე რეპორტაჟი იყო და რამდენიმე ის იყო ამის შესახებ იმაში რა ქვია ტელევიზიით ადიახსოვთ ამაზე ვსაუბრობთ რომ იმდენი დანაშაულებებია ჩადენილი რომ ამ დანაშაულებების წარდგენით სასამართლოში ну არც საერთაშორისო ორგანიზაციები ამოიღებენ და უბრალოდ ვერც ამოიღებენ ენაზე არც მოგთხოვენ არაფერს. აი ჩვენ უბრალოდ ცოტა გაურკვეველ მდგომარეობაში ვიმყოფებით. არის დამკვიდრდა რაღაც ტერმინი ეს კოაბიტაცია და არის უყოლა ამ საუბრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით, უბრალოდ ისმება საკითხი. ვისთან კოაბიტაცია? ტირანიასთან? თუ ტირანიასთან კოაბიტაცია, მაშინ ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციაში მაგრამ კოაბიტაცია ბატონო მამუკა ნიშნავს ორ ერთმანეთის მოწინააღმდეგე ძალის თანაცხოვრებას, რომელიც სხვადასხვანაირად აი სწორედ ამაშია საქმე, ესე იგი ჩვენ ამით ლეგალიზებას უკეთებთ სააკაშვილის რეჟიმს. ამიტომ იმ დასავლეთთან ჩვენ სწორად უნდა ვიმუშაოთ. სწორად უნდა ვიმუშაოთ და იგივე ევროპის სახალხო პარტია, რომელთანაც ჩვენ ადრე გვქონდა ურთიერთობები, სწორად უნდა მივაწოდოთ, ზუსტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ. უნდა მივაწოდოთ შესაბამისი დამოკიდებულება საკითხებისადმი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იგივე აი ცოტა აი ჩვენ ვართ გაურკვეველ მდგომარეობაში. აი ჩვენ ვცანით დაუშვათ იგივე როლანდ ახალაიას საპარლამენტო უფლებამოსილება და მას უგრძალავთ დაუშვათ იყოს როგორც უმცირესობის წარმომადგენელი, რომელიმე საგამოძიო კომისიის თავმჯდომარე. თუ ცანით როგორც უფლებამოსილი, თუ ცანით როგორც არჩეული დეპუტატი, როგორც ხალხის მანდატის მატარებელი, მაშინ ამის აღზრდვის უფლება არ შეიძლება.
მაშინ ბუნებრივია მთელი მსოფლიო გეტყვის რომ ბატონო ეს უმცირესობის უფლებების დარღვევაა. მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მასალა იმისათვის რომ წარმოვადგინოთ საერთაშორისო ორგანიზაციებში რომ ეს ხალხი არ შეიძლება რა აქვს გაკეთებული ამ ხალხს? რა აქვს ამ ხალხს გაკეთებული? ბატონო მანიშნებენ იმით რეკავსო მობილური რეკავს მსმენელი და თუ შეიძლება რომ დროზე შემოვიყვანოთ. ბრძანეთ გისმენთ. გამარჯობა. მათ თქვა რომ მაგალითად უნდა გაუწიოთ დასავლეთს. ისე რომ მიამიტები არ არიან აშკარა, მათ ყველაფერი გადასარევად იციან, მაგრამ თუ რამის გაგება არ უნდათ, მე ვფიქრობ, რომ ისინი გარკვეულ დანაშაულში არიან მონაწილეები. მე არ მესმის, რატო უნდა გაუწიონ ანგარიში იმათ, ვისაც რაიმეს გაგება არ უნდათ. ვერავინ დამატუნებს, რომ დასავლეთში თუ ევროპაში რამე არ იციან, რამე გამოვჩათ, ან რამეს ადეკვატურად ვერ აფასებენ. მე არ მესმის ანგარიშის გაწევა ივანიშვილის მხრიდან. დიდი მადლობა. მადლობთ კიდევ ერთი მსმენელი და მე ერთად უპასუხოთ. გაითიშა? კი ბატონო, დარეკავს ალბათ, ხო, ბრძანეთ. ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა ვცხოვრობთ ასე ვთქვათ სამყაროში, რომელთა ზოგიერთი წარმომადგენლის აზრი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნისთვის არის ეს კარგი, თუნდაც იმ სახელმწიფოების აზრი, რომელიც უზრუნველყოფდნენ იმას, რომ სააკაშვილს არ გამოიყენებინა რაღაც სპეც ღონისძიებები, თუნდაც 1 ოქტომბერს. თუნდაც არჩევნების დროს და სწორედ იმ ორგანიზაციებმა დაგვიცვეს ჩვენ ამ შემთხვევაში და ზოგიერთი წამყვანი ქვეყნის ელჩებმა და რა თქმა უნდა სისხლი არ დაიღვარა რომ პრობლემები ჩვენ ახლა უმადურობა არ უნდა გამოვიჩინოთ ეს ერთი მომენტი. მეორე მომენტი რომ თუ აქამდე საქართველოს არსებობს სწორედ ამ ფინანსური ასე ვთქვათ დახმარებებით არსებობს და ესეც უნდა გავითვალოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას არც ერთ შემთხვევაში რომ ჩვენ ამ გზნობასთან ერთად, მადლიერების გზნობასთან ერთად, ჩვენი პრინციპული პოზიციას არ წარმოვადგინოთ და არ გამოვხატოთ, რომ არა ბატონო, ქართული ხალხის ინტერესი არის ეს, დიდი მადლობა ამისათვის, მაგრამ ამავე დროს აი ასეთი რაღაცეები არის გასაკეთებელი. აი თქვენ ინტერვიუში ბრძანეთ, რომ ზუსტად ეს ქართული ხალხის ინტერესები რა არისო, ეს არ აგვაქვს ჯერ ჩვენ. აი ეს არ აგვაქვს ჩვენ განსაზღვრული და აი ეს უნდა განსაზღვროთ ის ხაზები ასე ამიტომ დასავლეთ ზეშინია ჩვენი. დასავლეთ უნდა ზეშინია საერთაშორისო ორგანიზაციებს, როგორ მოიქცევა ახალი ხელისუფლება. ეს იქნება სისტემური ცვლილება რეჟიმის და ასე ვთქვათ დაიმსხვრევა წინა რეჟიმი და დემოკრატიული ასე ვთქვათ სახელმწიფოებრივი წყობა-დამკვიდრება საქართველოში, თუ ასე ვთქვათ იქნება ჩანაცვლება ერთი რეჟიმის მეორე რეჟიმით. ასეთივე მოლოდინები ჰქონდა და ასეთივე ავანსებს გასცემდნენ იგი ორგანიზაციები სააკაშვილთან მიმართებაში, რომელიც შემდეგ წარედ ინანეს და ძალიან ძვირი დაუждათ მათაც და ჩვენსაც ნაწილმა ინანა, მაგრამ ნაწილი განაგრძობს ისევ შეიძლება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უმეტესი მათგანის დამოკიდებულება 1 ოქტომბრის მიმართ განაპირობებს განსაზღვრავს იმას და შეგვიძლია შევაფასოთ ისე რომ ინანეს ამასთან და მაგრამ თავარი არის რომ ჩვენ შევთანხმდეთ რა გვინდა ერთმანეთისაგან. აი მე და თქვენ აი მაგას რა ჭირდება ჩვენ შეთანხმებას? ერთ მსმენელს მოუწვინოთ და მე ამას ამსაგებს. ბრძანეთ გისმენთ. გამარჯობა. მოგესალმებით ბატონო მამუკა. გამარჯობათ. რაშია საქმე გისმენთ ბატონო მამუკა და EDP-ს წევრი ბრძანდები თქვენ ეხლა აი დასავლეთის შეცდომაში ასე დასავლეთის ანგარიშის გაწევა და დასავლეთი რეკავებს სპენელები და დასავლეთი რატო არ უწევს ჩვენს ინტერესებს ხა დაგავით დაკაცოთ იგივე დასავლეთს ვიად გამსახურდია დიქტატორად რო შერაცხა და დინების საწინააღმდეგო მიცურავთ თქვენ ეხლა ბრძანეთ ქართულ და განსაზღვროთ ქართულ ხალხს რა უნდა ქართულ ხალხს დიდი ხანია განსაზღვრული უნდა რა უნდა და რაღაცა და სწორედ თქვენი პარტია იყო პრაღის რეზოლუცია რაღაცა რო გააკეთეთ და ვიად გამსახურდია გამოიყვანეთ ეროვნული უცნაურობის ჩაგვრელად და თქვენ ერთგან რო დავლეკედათ თქვენ მიპასუხეთ მე თუ ვინებდო და შევარდაძის რეჟიმს თუ მე ვიყავიო თქვენ შევარდაძის რეჟიმს კეთდით შევარდაძის რეჟიმის ლეგალიზაცია გააკეთეს სწორედ და იმისი და რა გმოძღვრათ არ შაშიაშვილის არ იყოს რა უკეთებია რა გვახტება ბიძინა ივანიშვილის კაცი და მე უნდა კი ბატონო გასაგებია თქვენი აზრი კიდე ერთი მსმენელია ბრძანეთ. ალო გამარჯობა. დიახ. ბატონო მამუკა დიდი პატივისცემი თქვენ და მე ბატონო კოტე ასევე თქვენს მე მადლობთ. ამერიკის შეერთებული შტატებს უდიდესი დამსახურება მიუძღვის იმის გამო რომ დღეს სამოქალაქო ომში არ არის ჩართული საქართველოს არჩევნების შემდეგ.
ამისთვის მას მართლაც დიდი მადლობა ეკუთვნის ასევე ზოგადად დასავლეთს. მე მაქვს ახლა ასეთი შეკითხვა მარტო მამუკა თქვენთან. ხომ არ ჯობია ახლა სამართლების შეფასებას ის პოლიტიკური პარტიები ოპოზიციოს გულისხმობ ვერ გააკეთებთ, მაგრამ პოლიტიკური შეფასება ხო შეიძლება რაღაც კოალიცია შედგეს და შეფასდეს ეს რეჟიმი. რითი იყო ეს რეჟიმი მიუღებელი საზოგადოებისთვის და რა დანაშაულებები მიუძღვის პოლიტიკური კუთხით. და აქედან გამომდინარე მე უკვე გამოჩნდება გზა მათ აქვს თუ არა ასე ვთქვათ ოპოზიციურ არენაზე მუშაობის თუ პროცესის ასე ვთქვათ გაკონტროლების მექანიზმი. და რაც შეეხება სამართლებრივ სიტუაციას მე ვფიქრობ პროკურატურა, მთავარი პროკურატურა, პროკურორი და ზოგადად პროკურატურა განიცდის კვალიფიციური კადრების ნაკლებობას, იმიტომ რომ მტკიცებულებები მიდის ისეთი სასამართლომდე, რომელსაც ის კუბლაშვილის სასამართლო გავიმეორებ არანაირად, ესე იგი ვერანაირი მას წინამორბედობას ვერ უწევს. კი ბატონო, გასაგებია ქალბატონო. ხო, აი ბატონის აზრი და მე ქალბატონის აზრი გთხოვთ თქვენი. რაც ბრძანა ქალბატონო მე ვეთანხმე კუბლაშვილის სასამართლო საქართველოში არ არის. ჩვენც რო ვიყოთ მოსამართლე, ბუღალტრული აღრიცხვის დარღვევების გამო ადამიანს ორთვიან ამკვეთ ღონისძიებას არ მიუშვით, რა ელემენტარულად არცად არ ხდება. მაგრამ თუ იქ იქნება წარმოდგენილი მის მიერ ჩადენილი ის დანაშაულებები, რომელიც მან რეალურად ჩაიდინა, მაშინ ბუნებრივია ვერც ერთი მოსამართლე ვერ გაბედავს, რომ არ შეუფარდოს ის, რაც შესაფარდებელია. ვანო მერაბაშვილთან მიმართებაში იქნება თუ ახალაიასთან მიმართებაში თუ სხვებთან მიმართებაში, ბუნებრივია რომ აი ეს ასეთი მასალა არსებობს. იგივე თუნდაც ადეიშვილთან მარტო ბრალი არის წაყენებული იმ ნაწილში, რომელიც ეხებოდა პატიმართა წამების გადაღების, ასე ვთქვათ, ოპერაციას და შემდეგ ამის ოცნებისთვის გადაბრალებას. მაგრამ არ არის წარდგენილი იმ უკანონოებების გამო, რომელიც მან ჩაიდინა ქონებების ართმევებით, აპატიმრებები, უდანაშაულო ადამიანების ციხეში ჩასმა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ჩვენ თუ დროზე ამ ინფორმაციას არ მივასწრით საერთაშორისო თანამეგობრობას, ადვილი შესაძლებელია, რომ ირაკლი ოქროაშვილივით მიაწოდონ მას, მისცენ მას პოლიტიკური თავშესაფარი და შემდეგ ის იქიდან დაგვიწყებს შკუის სწავლებას, რომ არ პოლიტიკური დევნილი და ჩვენ აქედან უნდა ვეფეროთ რაც პოლიტიკური იმ ბატონს რას ეტყვით რომელსაც თქვა რომ არაფერი აი ჩვენ რაზეც ვსაუბრობდით რომ საჭიროა თქვენ რომ თქვენ ინტერვიუში რო არის რომ ერთად პოლიტიკური ძალები შევთანხმდეთ რა ქვეყნის ასე ვთქვათ აი ეს ყველაფერი უკვე საქართველოს გადაწყვეტილია და გაკეთებულია ეს დოკუმენტი ვინმე გვაჩვენოს ჩვენ რომელიღაც ეტაპზე რომ საერთო კონსენსუსით მივიღეთ გადაწყვეტილება შეიძლება რაღაც ჯგუფმა პარტიებისამ გადაწყვეტილება მიიღეს ეს ერთი საკითხია, მაგრამ აქ არის საერთო ეროვნულ შეთანხმებაზე. ამისთვის კაცობრიობა მოიგონა არჩევნები. რომ შევთანხმდეთ 4 წლის განმავლობაში რა უნდა ვაკეთოთ, რომელ პროგრამას უნდა დაუჭიროთ ხარი. მაგრამ ქართულ სინამდვილეში არჩევნები არ ჩატარებულა და არც ასე ვთქვათ მოიაზრება ჯერჯერობით, მაგრამ ნუ ღმერთთან უკრას ასე იყოს, უახლოეს მომავალში. დავეთანხმეთ რომ ყველაზე ისეთი ბოლო იყო, მაინც ყველაზე ნორმალური სხვებთან შედარებით. თუმცა პირველი არჩევნები აი სულ პირველი მე მგონი ის ერთი მომენტი არის თუ ელემენტარულად ახლა ეს შორს აგვიყვან ჩვენ ეს საუბარი, მაგრამ პირველი არჩევნები ყველა ხალხის გამოვლენების ყველაზე ნათელი მაგალითი რო იყო. პირველი არჩევნები თუ არ შეწუხდებით, გითხარით რა ორგანო ავირჩიეთ? არა, არაფერი, პირველი პარლამენტი ავირჩიეთ. არა ბატონო, რა ერქვა იმ organოს, რომელიც ავირჩიეთ მაშინ? ნუ ხო, გასაგებია, მაშინ ხო. პარლამენტი ხო, კარგი. აი ეს არის მთავარი მომენტი რა, ამიტომ ესე ჩვენ რა გვინდა ვთქვათ, რომ საქართველოს SSR უმაღლესი საბჭოს არჩევნები იყო ყველაზე დემოკრატიული არჩევნები? ნუ მაშინ უკვე პრაქტიკულად იშლებოდა. აი სწორედ ამაშია საქმე რა. აქედან გამომდინარე ჩვენ როგორც ასეთი არჩევნების გზით თქვენ გვინდა მითხრათ, რომ პრაქტიკულად გამსახურდია უკვე იყო ხელისუფლებაში ძალაუფლების პრობლემები და მე ეს ასე ვთქვათ არჩევნებით გაფორმდა. აი ეს პრაქტიკაა სწორედ მიუღებელი. ასევე იყო ძალაუფლების პრობლემი შევარდნაძე და შემდეგ გაფორმდა არჩევნები. სააკაშვილი ძალაუფლების პრობლემი იყო. უკვე პრობლემი იყო 4 იანვრამდე ის ფლობდა სიტუაციას და პარლამენტი მთავრობა მას ექვემდებარებოდა და შემდეგ გაუკეთეთ ლეგალიზაცია. აი ეს პრაქტიკა უნდა დამთავრდეს. სამწუხაროდ სანამ ჩვენ არ მივეჩვევით იმას რომ აი ეს დემოკრატიულ რეალურ ვითარებაში ჩატარდეს არჩევნები, მანამდე
კეთილი უნდა ვინებოთ და ასე ვთქვათ, რადგანაც არაორდინალურ სიტუაციაში მოვიდა დღეს ოცნება ხელისუფლებაში, ასევე არაორდინალურ ვითარებაში გააგრძელოს თავისი საქმიანობა. რა მაქვს ხედველობაში, რომ ჩვენ პრაქტიკულად ქართული საზოგადოების ძალიან ძირითადი ნაწილი ოცნების მიმართებაში იყო მისი მხარდაჭერი იმ ბრძოლაში, რომელიც სააკაშვილის წინააღმდეგ იყო მიმართული და არა, ასე ვთქვათ, პოლიტიკური პრინციპების ერთობლიობის გამო. რადგანაც ასეთი კონსენსუსი შედგა სააკაშვილის წინააღმდეგ, დღეს უნდა გავაგრძელოთ იგივე კონსენსუსით ქვეყნის, ასე ვთქვათ, ძირითადი პრინციპული საკითხების შეჯერება ერთმანეთთან. აი დავუშვათ იგივე თემები, რა ურთიერთობა უნდა გქონდეს რუსეთთან. აი აგერ კითხვა მოვიდა იგორ გიორგაძესთან მამუკაც რამე კათესაური კავშირი ხო არა აქვს რუსეთი რა ხარ ახსენეთ ამ კითხვასაც უპასუხოთ მაგრამ აი იგივე თემა დავუშვათ იგივე იგორ გიორგაძის თემა იქნება სხვა თემები იქნება მოდი გავსაზღვროთ რა ხო შეიძლება საქართველოში არ არსებობს დავუშვათ რა დავარქვა რუსის აგერ გიახსენეთ დასავლეთში რა არიციან ვინას აკეთებდაო და რა ხდებოდა ჩვენთანო ჩვენ ძალიან ბევრი რამე ვიცით ხვის ოჯახში რა ხდება მაგრამ სანამ იმ ოჯახის წევრი არ მოგიწევს თვითონ მის ოჯახის საქმეებში ჩასარევად, მანამდე ცოტა რთულია რომ შენ მიხვიდე და ჩაერიო. მათ ყველაფერი ძალიან კარგად იციან, მაგრამ მათ ამავე დროს იციან მეორე მხარეც, რომელზეც ჩვენ არ ვსაუბრობთ ან არ გვინდა რომ ვისაუბროთ რა. მათ ძალიან კარგად იციან ის გარემოება, რომ არჩევნები ჩატარდა არა პოლიტიკური პრინციპების ასე ვთქვათ, საფუძველზე, არამედ არჩევნები ჩატარდა სააკაშვილის ნდობა არ ნდობის რეფერენდუმის სახით. და სააკაშვილმა ვერ მიიღო ეს ნდობა საქართველოში. მაგრამ ეს სრულებით არ არის საკმარისი იმისათვის, რომ პოლიტიკური პრინციპები იყოს აქ განცხადებული. აი, სწორედ ეს თემებია შესამუშავებელი. რა ურთიერთობა უნდა გქონდეს მეზობლებთან? რა ურთიერთობა უნდა გქონდეს რუსეთთან? აი, როგორი რას ნიშნავს ჩვენი ინტეგრირება? თქვენ გულისხმობთ ესე იგი ქვეყნის კონცეფცია საერთოდ. რა თქმა უნდა, ქართული სახელმწიფოს, რა ტიპის სახელმწიფოს ვაშენებთ? ახლა გამოქვეყნდა ცოტა ხნის წინ მთავრობის დეცენტრალიზაციის და თვითმმართველობის პროგრამა. რაც პრაქტიკულად ნიშნავს იმას, ხლა იქ ცოტა ლამაზად არის გაკეთებული ეს ყველაფერი, რაც პრაქტიკულად აქცენტები არის გაკეთებული ფედერალიზაციისაკენ. მოდი რა შევთანხმდეთ, ახლა რატომ აპარებ ამას? შევთანხმდეთ, გვინდა ფედერალიზაცია. თქვენ ჩათვალეთ, რომ ეს რაღაცის შემოპარებაა? ნუ მაშინ ღიად უნდა თქვას, რომ ჩვენ მივდივართ ფედერალური სახელმწიფოსაკენ. როდესაც მეუბნები იმას, რომ სოფელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ საკონსულტაციო დონეზე, რაიონი დღესაც არის, მას ნახევარი უფლებები ჩამოეჭრება და ნახევარი გადავა სამხარეო დონეზე და ხდება სამხარეო დონეზე ფინანსების და ძირითადი პროექტების კონცენტრირება. ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, ახლა ჩვენ ხო კითხვა ვიცით, ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ სამხარეო ფუნქციები იზრდება სოფლის და რაიონის ხო, ნუ ესე იგი როგორც საშინაო ესე საგარეო პოლიტიკის ძირითადი საკითხებზე კონსენსუსი. ჯერ ამას კი ნუ მაპარებ, ჯერ შევთანხმდეთ ჩვენ იმასთან დაკავშირებით, რომ გვინდა ფედერირება საქართველოსი, თუ ფედერირება საქართველოსი კარგია, მაშინ მე ამ გეგმას ხარ უნდა დაუჭირო. კიდევ ორი მსმენელია და შემდეგ უკვე დამთავრებისკენ წავალთ. ბრძანეთ გისმენთ. დიახ. მე ვარ ეთერში? დიახ, ხალბატონო. ისმენთ. გამარჯობათ. გამარჯობა. ისეთი კითხვა მექნება თქვენთან ახლა ეს ამერიკა რო ძალიან უხისად ერევა ჩვენ პირად საქმეებში ახლა მოსახლეობის დიდ აგრესიას იწვევს და იგივე გუში რაც ლორკიფანიძემ თქვა თქვენთან ეთერში ძალიან სწორი იყო და ხალხის აზრი იყო მე მგონი ახლა შაშკინი არხეინად რო ცხოვრობს ამერიკაში და კაცი პასუხს არცემს და ელჩი მარტო ჭკუას გვარიგებს როგორ უყურებთ თქვენ ამ საკითხებს კი ბატონო დიდი მადლობა ხალბატონო ბრძანეთ შაშკინთან მიმართებაში თუ აღიძრა საქმე და თუ დაიდო რაიმე რეალური მასალა და ეს თუ წარედგინა ამერიკის მხარეს შაშკინის ექსტრადირებისათვის. ეს ჩვენ არ გაგვიკეთებია. ესე იგი სამწუხაროდ როგორი რაღაცა ხდება, იცით? რომ ჩვენ წვენში ვიხარშებით, შაშკინი არის დამნაშავე, მან ძალიან ბევრი ცუდი საქმე გააკეთა და რატომ არის ამერიკაში. მაგრამ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შესთავაზა მათ ჩამოყვანა? ხო, თუმცა განცხადების დონეზე გაკეთდა რომ ყველას აქ დავაბრუნებთ და უკანო გავაგზავნეთ ექსტრადაციას და დავაბრუნებთ. როგორ არ მივესალმები დაუშვათ თეა წოლუკიანის განცხადებას რომ კაც მაშინ რა ქვია ლოცვაში ხელი არ უნდა შევიშალო.
მაგრამ ეს კაცი სოციოფურიზეზია საუბარი რა. ხო, რომელიც და თუ ასეთი წმინდანები რომელიც ლოცვაშიც უშლიდა ძალიან ბევრს ხელს სხვათა შორის. ხო, ლოცვაში ხელს არა? ესე აქედან გამომდინარე ახლა ჩვენ თუ იმ სახელმწიფოს ვაშენებთ, სადაც ლოცვა ყველასთვის გარანტირებულია, პირადად მე მივესალმები ამ სახელმწიფოს მშენებლობას, მაგრამ მეორე მომენტი აქვს სოციოფურიზეზია საუბარი რა. და ლოცვა რო დაამთავრა, მე რა ქენი. აქედან გამომდინარე, ხდება როგორი რაღაცა, იცით რომ ჩვენ განცხადებების დონეზე, ინტერვიუს დონეზე, რაღაც ვერბალურ დონეზე, საზოგადოებას, ასე ვთქვათ, მუხტავთ, საზოგადოებას ეგზალტირებას უკეთებთ, ნახე რა ხდება და რეალური პრაქტიკულ დონეზე, როცა საქმეა გასაკეთებელი, ჩვენ ფაქტიურად მერაბაშვილის წინააღმდეგ, ადეიშვილის წინააღმდეგ, თუ სხვების წინააღმდეგ ავტომატურად არ წარმოადგენთ შესაბამის დოკუმენტაციას და თუ ამ დოკუმენტაციას არ წარადგენ ბუნებრივია ახლა ამერიკის მხარე იქნება თუ სხვა მხარე იქნება ისეთი უნდა დაველოდოთ ამ გამოძიების პროცესების დამთავრებას და დავინახოთ რეალურად წარადგენენ ამ დოკუმენტაციას და ექსტრადიციას მოითხოვენ თუ არ მოითხოვენ უცხოეთიდან. რა თქმა უნდა. ბატონო მამუკა, აი ძალიან დიდი ნებათა ხელვა გამოიწვია გუშინ და დღესაც ძალიან ბევრ მედია საშუალებაში ამ თემამ, პრემიების თემამ ფინანსთა სამინისტროში. აგერ იქ იკითხულობს, რომ ესე, რა თქმა უნდა, ეს ირონიულად არის გამოგზავნილი, ხვდები დიდი მადლობა ქართულ ოცნებას, განსაკუთრებით ბატონ ხადურს, რომელსაც ბევრი ვეცადე შენთვისო ძლივს გავახერხეთ, ჩემთვის გამოვიდაო, თქვენი აზრი მაინტერესებს, რა ნიშნავს ამ ხელა პრემიერების დარიგებაო, ჩემი აზრით სირცხვილს. აი ერთ-ერთ თავის ეპისტოლეში პავლე მოციქულს აქვს ასეთი ჯერერთით მე ჩემი მხრივ მინდა ვთქვა რომ მე კი გავიგე რაღაც მაგრამ ოფიციალური პასუხი ვერ მოვისმინე და ოფიციალური ინფორმაცია მე არ მაქვს რეალობა შეესაბამება ეს თუ არა ეს რომ ხელა პრემიები რამოდენიმე სამინისტროში ეს ფაქტი დადასტურდა რომ უშუალოდ ხადურთან არის თუ არა მე არ ვიცი მაგრამ რამოდენიმე სამინისტროში ეს დადასტურდა მაგრამ პავლე მოციქულს თავის ერთ-ერთ ეპისტოლეში აქვს ასეთი სიტყვები რომ კი თქვენ ეს შეგიძლიათ გააკეთოთ ამას გამო ეს არ არის დარღვევა, მაგრამ ამას ნუიზამთ, რათა სხვები არ დააბრკოლოთ. რა თქმა უნდა, სამართლებრივად შეიძლება ეს ადამიანები მართლები არიან. სამართლებრივად შეიძლება სწორად არის გაწერილი პრემიების რაოდენობა. არა, სამართლებრივად როგორ არის, როცა აცხადებენ, რომ ის ცუდი ძალიან ხშირად გაუცხადები ახალ ხელისუფლებას, რომ ის იყო მავნე და ცუდი ისა ამ ხელა პრემიები და ჩვენ ამას აღარ გავაკეთებთ. მაგრამ ის იყო კანონიერი. იმიტომ რომ კანონით დადგენილი არის და შეიძლება იმ კანონის შეცვლა ვერ მოასწრეს და ამიტომ იგივე ამის მოსწრებას არ შეასრულებ ახლა ხო არავინ არ გავალდებულებს ამის ესე იგი აი იგივე შეგვიძლია ჩვენ თქვა დაუშვათ თავის დროზე ძალიან ბევრი მithkma მოთქმა და აჟიოტაჟი იყო იმასთან დაკავშირებით რომ აქციების მოეწყო სერიოზული რომ სახელმწიფო დაწესებულებთან 20 მეტრში აქციების გამართვის აკრძალვასთან დაკავშირებით და როდესაც დაუშვათ იგივე ზოზა სუბარი პირველივე თავის გამოსვლაში ამბობს იმას რომ ვინც მიახლოვდება საჯარახსულებით დაწესებულებას 20 მეტრში გამოყენებული იქნება კანონის იზომა, რომელსაც თვითონ რამოდენიმე წლის წინ მიტინგზე რუსთაველზე აპროტესტებდა. ნუ გარკვეულ წილად ეს ქმნის სწორედ აი ამ შეუსაბამობებს, ქმნის ამ უნდობლობას და დღეს ჩვენ რა მდგომარეობაში ვართ, თავარი რაც აქვს ბიძინა ივანიშვილს, უდიდესი შანსი თავარი არის ის თქვენ ეს თქვით რომ შექმნასო თავისუფალი გარემო ეს გარემო შექმნას და აღადგინოს ნდობა ხელისუფლებასა და ხალხს შორის ნდობა აღადგინოს რომ არც ერთ ადამიანს არ მოუნდეს არჩევნების გარეშე რაიმე ასე ვთქვათ ცვლილებებზე ფიქრიც კი და მეორე მომენტი იგრძნოს რომ ეს ჩემი ხელისუფლებაა ვიგზნო რომ ჩემი ხელისუფლება შეიძლება რაღაცაში მომწონს. ისეთ არაკეთებს, რასაც წინა რა თქმა უნდა, რაღაცაში მომწონს, რაღაცაში არ მომწონს, მაგრამ როდესაც შენ სარგებლობ იმ ხელისუფლების მიერ დანატოვარი შესაძლებლობებით, რომელიც ჩვენთვის იყო მიუღებელი, ბუნებრივია უნდობლობის ელემენტი აქ იჩენს თავს რა. არ ჯობია რომ რატომ ემუქრები აუშვათ მიახლოებას ციხესთან დამელაპარაკე იგივე ეხება ამ პრემიებსაც დავილაპარაკოთ იგივე რუსეთის თემასთან დაუშვათ წკინვალი დიპლომატი დამეთანხმებით ალბათ ბატონი ზურა ბაბაშიძე
რომელიც საქართველოს არ შეაწყვეს არსად, მაგრამ რას ეუბნება ეს კარასის? მოდი მანამდე ცოტა დიპლომატია. არა, მანამდე შევთანხმდეთ ძირითადად, იმიტომ რომ სხვა შემთხვევებში რა, თუ ჩვენ ერთმანეთთან არ მოვილაპარაკებთ, ისაც საკითხებში როგორიც არის რუსეთთან ურთიერთობა, დასავლეთის მიმართულებით რეფორმები, იგივე ფედერალიზაცია, კონფედერაციის თემები, იგივე სხვადასხვა რეფორმები, ხომ? ჩვენ შემდგომ უკვე ბარიკადაზე აღმოჩნდებით ერთმანეთის წინააღმდეგ და ამიტომ ბიძინა ივანიშვილს აქვს უდიდესი შანსი და იმედი გვაქვს ჩვენ რომ ის ამას გამოიყენებს ამ შანსს რომ საზოგადოების შიგნით მოხდეს შახარშვა ოთახში ხარჯოთ ჩვენ ეს ემოციები და არა ქუჩაში და ყველა სფეროში არის ღმერთმან უკრას როდესაც ვინმე აცხადებს რომ ეკონომისტების დეფიციტია ან დიპლომატების დეფიციტია ან სოფლის მეურნეობის მუშაკთა დეფიციტია ღმერთმან უკრას საქართველოს ეს დეფიციტი იყოს და ეს ხალხი თუ გინდათ მიიწვიე ყველა მოვა შეიძლება ერთმანეთს ვერ იტანენ. ბატონო მამუკა, სამწუხაროდ ამოიწურა ჩვენი დრო, ცოტა გადავაცილეთ კიდეც. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. დიდი მადლობა თქვენ. ბატონი მამუკა გიორგაძე, სახალხო პარტიის ლიდერი იყო, ჩვენი დღევანდელი გადაცემა აქ და ახლა სტუმარი. დიდი მადლობა მას მობრძანებისთვის და დიდი მადლობა თქვენ პატრიცემულ რადიოს მწერლებო და მაყურებლებო, რომ ვიყურებდით მომავალ შეხვედრამდე, კარგად ბრძანდებოდეთ.